მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გახლავართ ანეკდოტების სპეციალისტები, ბატონი ვასოფ ხაკაძე, რომელიც დამფუძნებელია რამდენიმე ანეკდოტის, ხო? მე დავწერე ფაქტიურად. და მე თქვენი მონამორჩილი ვარონჯავაშვილი, წარმოგიდგენთ ანეკდოტებს პოლიტიკოსებზე. დავიწყო ვასო თუ შენ? ძანეთ, დავიწყოთ მაშინ. ესე იგი, ესეთი ანეკდოტი. გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი გასაროზგად მისდევს კობახიძეს. ხო და მოასწრებს კობახიძე და შეძრება მაგიდის ქვეშ. ხო და ადგას ბიძინა თავზე და ეძახის დროზე გამოძვერი მაქედან და ეკიდე კობახიძე პახუზობს მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ და მინდა გამოვძვები და მინდა არ გამოვძვები. მასწავლებელი ეკითხება სკოლაში მოსწავლეს. მოსწავლეს, კი ბატონო. აბა შენ თუ მეტყვიო, მემშია, შენშია, მასშია რა დროა? მოსწავლე არ დაიბნება და პირდაპირ ეთქოს, ეგ პატივცემულო მასწავლებლო, ქოცების მართლობის დრო არის. ხო, სწორად უპასუხა ბავშვმა, რა გიქნა? ბავშვმაც იცის. კი ბატონო. კობახიძე შედის სახინკლეში 99 ხინკალი მომეცით. ხო და მიმტანი გავა და მოუტავს 39 ხინკალს. კაცო, კობახიძე ეუბნება რომ მე ხო 99 გითხარითო და მიმტანმა 10 ლარის ხორცით რაც მომივიდა ისე მართლა თუ არსებობს სადმე 10 ლარად ხორცს მაინტერესებს. არ ვიცი რა ვიცი ბევრი პოეტი. კი ბატონო. ბიძინა დაიჭერს ოქროს თევზს, ეხლა როგორც მე თევზზე რა. ბიძინა დაიჭერს ოქროს თევზს და შეწვას დაუპირებს რა. ოქროს თევზზე უნდა არ შემწვა ბატონო ბიძინაო და რასაც მეტყვიო, იმ ორ სურვილს აგისრულებ. კარგიო. პირველი სურვილი იქნება ის, რომ ამერიკის სანქციები მომიხსენიო და მეორე სურვილი შვეიცარიაში 600 მილიონმა გაყინული ის დაემბრუნეო. და თევზიანობა დაადგიტაფა და ეგეც საინტერესოა. ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი ბანაობს და ცოლს ეძახის შამპუნი მომაწოდეოდა. ცოლმა არაერთ მოგაწოდა გავიდა პროქტერ გემბელი არხიდან. აგერ მანდო რუსული საპონია 72%-იანი და ის იმით ისარგებლიო. ანუ ესეთი პრიმიტიული მარტივი დასასრული. მაგრამ აქტუალურია. მაგრამ სასაცილო არ არის, მაგრამ თვითონ ფაქტი არის. კაია ხო? ესეთი ფაქტი მოხდა. ხალხი ეკითხება ოპოზიციას, როდის აპირებთო ბიძინას გასტუმრებას? საერთოდ რამე გეგმა გაქვთო მაგის გასტუმრების რო წავიდეს ამ ქვეყნიდან, და ოპოზიცია მოთხარ, ახლა გეგმა ნაღდად არ ვიცითო, მაგრამ მესის გოლები გააქვს ამ სოპოზიციაზე, ხო? ჩართეთ და უყურეთ, უბრალოდ რა. მესინებს აკეთებს ის ნახეთ თქვენ, ის ასაულებს ჩადის მესი. რა დროს ის არის, კი ბატონო. ის ანეკდოტი თუ იცი, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელიო მიფრინავენ თვითფრინავით. ეგ ვიცი, კიო, სერიები რო არის, მაგრამ სერიები. ეხლა ეგ სერიები ხო არის, ბევრი არის. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ სერიებში ადრე ხომ ხან სომეხს აგდებდნენ თვითფრინავიდან და ხან აზერბაიჯანს. ხო. ეხლა ჩვენ გვაგდებენ. ეხლა კათოლიკები. ხო, ესეთი არის. შვილი ეკითხება მამა ეშმაკს რა. ჯოჯოხეთია წარმოიდგინე, შვილი ეკითხება მამა ეშმაკს, რომ მამაო, აი ახლა აქეთ გავიხედეთო და ვიღაცაო იხარშება დიდ ქვაფშიო, კუპშიო. აქეთო ეს კაცო შამპურზე ტრიალებს და იწვებაო. და ისო იქო რო არის აი 60-ით სიმშვიდე რო არის და ბიბლიოთეკაში რო ზის და წიგნებს რო კითხულობს. ეგო რანაირი სასჯელი არის? ვინ არის საერთოდ ეგო? ეგო შვილო, ყაველაშვილი არის მიხეილიო. მაგაზე მეტი სასჯელი რა უნდა მიუსაჯო მაგაზო. იკითხოს წიგნებიო. იკითხოსო. თან ათვალიერებდა, ხო იცი, კი არ კითხულობდა. ძირთად ათვალიერებდა. ფერა. ათვალიერებდა ძირთად. გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე და ლადო ხინჩეგაშვილი ზიან პარლამენტის ხდომათა დარბაზში. მერე? არაფერი კაცო ეს თვითონ უგანად ფაქტი არის. ეგ მომწონს. ხო, ეს ხდომათა დარბაზში სყედა. ეკეთები მეც მაქვს რა. ვიტო სამხარაძე რო ლექციას კითხულობს, იცი? არ ვიცი. ვიტო სამხარაძე კითხულობს ლექციას. დონალდ ტრამპი რო ყაველაშვილს ტელეფონით ურეკავს. ეგ ფაქტი. ეს ანეკდოტა. კაია. ირაკლი კობახიძე არის ქვეყნის პირველი პირი. ეგეც ანეკდოტია. კარგია. ბიძინა ივანიშვილი ოქროს თევზს საქმეს აღუძრავს. ერთი სიტყვით ბევრი გვაქვს. ესეთი ანეკდოტები, ამიტომ შემდეგ გადაცემებში ახალ საინტერესო ანეკდოტებს შემოგთავაზებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ის იცი ბიძინა რო თავისი ნებით მიდის? გამოგო. მოდი ისე წამოდი. ბიძინა მიდის თავისი ნებით. ხო, წააგო და მე არჩენები წავაგეო და ადგება და წავა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi.
1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.